რაჭის ტყეების დასაბრუნებლად ამ ლოზუნგით ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს გარემოს დაცვის სამინისტროსთან უწყებასთან, სადაც აქტივისტები ერთი კვირაა ითხოვენ ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კერძო კომპანიას უფლებას აძლევს 59 წლით განკარგოს რაჭის ტყეები. შეკრებილთა თქმით, ლიცენზია ანტისახელმწიფოებრივია და უკანონოდ გაიცა. იმედი აქვთ, რომ გრძელვადიანი პროტესტის შედეგს გამოიღებს, რადგან ახსოვთ ნამოხვანის გამოცდილება. ნიკა საჯაია აშუქებს ამ პროტესტს, ის გვერდდება პირდაპირ ეთერში. უცვლელი მოთხოვნით უკვე დედაქალაქში ერთი კვირაა, რაც ეს ადამიანები აქ იმყოფებიან და მაყურებელიც ხედავს ამ ადამიანების სიმრავლეს, ადამიანების, რომლებიც არიან როგორც რაჭიდან, ასევე ჭუმიდან, სხვადასხვა რაიონებიდანაც ჩამოსული, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ადგილობრივებს და იმ მოთხოვნას, რომელიც მათ აქვს და ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომ გაუქმდეს ლიცენზია, რომელიც გაცემულია 59 წლის ვადით რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. უფრო კარგად აღსაქმელი რომ იყოს აქ მყოფმა ადამიანებმაც მოიტანეს აი საქართველოს რუკა, სადაც შანს აი ზუსტად ის ტერიტორია, რომელიც არის გასხვისებული ლიცენზიით, ეს არის 104.712 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მოიცავს 91 სოფელს რაჭისა და სვანეთის რეგიონიდან. რამდენიმე მიმართულებით კეთდება აქცენტი თუ რატომ არ უნდა იყოს გასხვისებული, მათ შორის თქვენ ხედავთ, რომ ერთ-ერთი მონაკვეთი და საკმაოდ დიდი მონაკვეთი საკმაოდ ახლოს არის ოკუპირებულ ტერიტორიასთან და აქ უსაფრთხოების კუთხითაც საუბრობდნენ, რომ არის საფრთხეები, ისევე როგორც ადგილობრივებს პრობლემა შეექმნათ მამაპაპისეული მიწის გამოყენებაზე და როგორც თავადაც ამბობენ, არც ერთ ეტაპზე არ მოხდა მოსახლეობის ჩართვა ამ პროცესში, როდესაც ხდებოდა გასხვისება. შესაბამისად, მოთხოვნა არის, რომ გაუქმდეს ლიცენზია, ასევე კითხვები აქვთ ბუნებრივია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დღეს უკვე ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ ადგილზე მოვიდეს უწყების მინისტრი და თავად მან გასცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ და მოითხოვენ იმას, რომ მოხდეს ჩაბმა მათი ამ პროცესში. ასევე ხედავთ, რომ სამართალდამცველების რაოდენობა არის დიდი ტერიტორიაზე, ისინი იკავებენ როგორც ცენტრალურ შესასვლელს, ასევე მობილიზება აქვთ მათ სამინისტროს ეზოში და ასევე გზის ნაპირთანაც თუ კი არის აქედან შესაძლებელი, რომ ვაჩვენოთ მაყურებელს, იქაც დგას პოლიციის წარმომადგენლები მოსული. თავად აქციის მონაწილეები ასევე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ერთი კვირა ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლება, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ აძლევენ კარვის გაშლის საშუალებას, ესე ვთქვათ, გასათბობის საშუალების პლედის გამოყენებას და წვიმიან ამინდში ელემენტარული ცელოფნის გამოყენებასაც კი, მიუხედავად იმის, რომ ამაზე მოწოდება აქ შეხვედრაზე მყოფ სახალხო დამცველსაც კი ქონდა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან. დღეს ვითხოვთ აქციას, რომ გუშინ გავაკეთეთ ეს მიმართვა, რომ მოვიდეს მინისტრი და უბრალოდ გაგვცეს ამ კითხვებზე პასუხი, რა არის აქ დაუშვათ, რატომ გვეზღუდება თავარი პროტესტის უფლება, შემდეგ ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაზეც ეს პროტესტი არსებობს, თავისთავად ცხადია და ის, რომ პოლიციელები დაძდევენ ამ პლედებს, ცელოფნებს, გენერატორებს და რაღაცეებს, რაც ჩვენი უფლებაა ყველა კანონით აბსოლუტურად, რატომ მიმართავენ ასეთი ტიპის დამოკიდებულებას ჩვენთან დაკავშირებით? ფაქტიურად სამინისტრო ერთადერთი რაც რისი უფლებაც მოგვცა, ეგ არის მოიხურეთ პლედი. არ შეიძლება წვიმაში ცელოფნის გადაფარება, არ შეიძლება ქოლგის შემოზღუდვა, რომელიც ის ქოლგა, რომელიც ძალიან დიდი ბრძოლით დაუდგით. ფაქტიურად არ შეიძლება არსებობა ამ ქვეყანაში და ეს არის სურათი, რომელიც უნდა აშფოთებდეს ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს. დავიბრუნოთ და ენერგია გვაქვს. მე მგონი უნდა მივიღეთ ძელვადიანად. ვერ გავჩერდებით. ასეთია განცხადებები, რომელიც აქციის მონაწილეთა მხრიდან კეთდება. დღეს 17 საათზე დაიწყეს აქ ადამიანებმა შეკრება. ისინი არიან როგორც უშუალოდ რაჭიდან პროტესტის მონაწილეები, ასევე მათ შეუმოუერთდნენ სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე პროფესიული კავშირის წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ამ ადამიანებს და იზიარებენ მოთხოვნას, რომ უნდა გაუქმდეს რაჭის ტყეებზე გაცემული 59 წლიანი ლიცენზია.